Რვაწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის სექტემბრიდან რეგულარული ფრენები იწყება. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ქართულ მხარეს უკვე გამოუგზავნა ოფიციალური ნოტა. თანხმობის წერილი გაგზავნილია თბილისიდანაც. ახლა დარჩენილია მხოლოდ ერთი პროცედურა. მხარეებმა ერთმანეთს იმ ავიაკომპანიების სიები უნდა წარუდგინონ, რომლებიც ფრენებს განახორციელებენ. რაც შეეხება რეისების განრიგს. თავდაპირველად რეგულარული რეისები თბილისი-მოსკოვი და მოსკოვი-თბილისის მიმართულებით აღდგება და ფრენების სიხშირე შეუზღუდავი იქნება. რეისების აღდგენის სავარაუდო თარიღად კი 15 სექტემბერია მითითებული. ორ ქვეყანას შორის ფრენები 2006 წლიდან შეწყდა. ჩვენ მიღებული გვაქვს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ განაახლონ რეგულარული ფრენები. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები არიან ჩართული მოლაპარაკებებში და იმედია, რომ როდესაც უკვე ეს ტექნიკური პრობლემები მოგვარდება, სავარაუდოდ ეს სექტემბრიდან აღდგება რეგულარული ფრენები საქართველოს და რუსეთის შორის. ეს იქნება კარგი მოსახლეობისთვის, გარკვეულწილად შეღავათი იქნება, ავტობანის უარყოფითად შეფასება არ შეიძლება. ცხადია ის პროგრესი, რომელიც არსებობს ერთის მხრივ აბაშიძე კარასინის ფორმატში არის პატარა ნაბიჯები, მაგრამ მისასალმებელია. მეორეს მხრივ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ სრულად ნორმალიზება რუსეთთან ურთიერთობები შეუძლებელია, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების რჩება ოკუპირებული.